გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ ყალბი ერთობით შეიძლება დამარცხეს ბიძინა ივანიშვილი. სიმართლით დამარცხება ბიძინა ივანიშვილი, მართალი სიტყვით დამარცხება ბიძინა ივანიშვილი, ცოტა ფულით, მაგრამ ბევრი ენერგიით, მეტი მოტივაციით. ყველას უნდა გვახსოვდეს, სიმართლის გარეშე გამარჯვება არ მოვა. ალტერნატივა მოცემულობის უნდა შეიქმნას. როგორ შეიძლება შეიქმნას? სიმართლით, მორალური უპირატესობით, კვალიფიკაციით, მომავლის კონსტრუქციის აგებით და არა წარსული მტკივნეული აჩრდილის და აჩრდილების აწყოში კალკით გადმოტანა და ასე მომავალში შესulit მცდელობის, ასე ვთქვათ, განხორციელება. ეს არის შეუძლებელი. არავის არ დაუმარცხებია. ქართულ ზღაპარშიც კი 9-თავიანი გველეშაპი, იგივე 3-4-თავიანი გველეშაპით, ხო? იქაც კი ყოველთვის 9-თავიანი გველეშაპი მარცხდება სიმართლით, რომ არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკაში ფულის გარდა არაფერი არ აინტერესებდა. სამწუხაროდ ამ ადამიანების კონსოლიდაცია ხდება ოპოზიციაშიც კი. მათთან ერთად ბრძოლა უბრალოდ არის შეუძლებელი. მე მათ იმიტომ არ ვაკრიტიკებ, რომ საგვარეულო დავა მაქვს, ხო? ისინი მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გზაზე ჩვენთვის საზოგადოებისთვის არიან ჯებირები და არა ინსტრუმენტები ხელშემწყობის. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას მე არ ვაპირებ. არც ერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას მე არ ვაპირებ. მაგრამ მე ნამდვილად ვაპირებ ხალხთან ერთად ყოფნას. ამ ნაციონალურ მოძრაობასთან ახლა მენეჯმენტს გულისხმობ, რომელიც საკუთარ ამონჩელოს მოწყდა. უბრალოდ არ მაკავშირებს მთავარი საერთო ღირებულება. ისინი დაიცალნენ სიმართლისგან და ერთადერთი ყალბი ძახილი რაც კი გვესმის მათი მხრიდან არის მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ სააკაშვილის აფსაკეთებელი. ვიცი ერთობის ფასი, ნურავი ნუმასავლის ერთობის ფას ნაციონალურ მოძრაობის ამ მენეჯმენტიდან ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ნაკარნახები ხალხის წიაღიდან და არა ვიღაცეების მხრიდან, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ღირებულება და ფასეულად მიაჩნიათ ფული.